მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის, ძვირფასო სტუმრებო, მასპინძლებო. ჩვენთვის დიდი პატივი არის ნინო და სიხარულის თქვენთან შეხვედრა ამ საზოგადოებაში, მით უმეტეს იმ მიზეზით, რომელიც ციკლიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და დღეს ვართ ბათუმში, იმ ქალაქსა და მხარეში, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საქართველოს სულიერ ცხოვრებაში, კულტურულ ცხოვრებაში, რადგან სწორედ აჭარიდან შემოგზავნა საქართველოში ანდრია პირველწოდებული, ჩვენი გამაქრისტიანებელი, ქრისტეს პირველი მხატაგებელი საქართველოში, ღვთისმშობლის ხატთან ერთად და სადღაც ჩვენ ამაზე დღეს ვისაუბრეთ, სწორედ აჭარიდან დაიწყო საქართველოს ღვთისმშობლის წილხნომილობის თემა და გაქრისტიანების ისტორია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ თემაზე, იმ მიზეზით დღეს აქ შეკრება, რა მიზეზმაც გაგვაერთიანა. მით უმეტეს მნიშვნელოვანია ადგილი, სადაც ვხვდებით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი. განსაკუთრებით მიხარია, რომ ახალგაზრდებს ვხედავ აქ. ამ თემისთვის მეც მარად ახალგაზრდა ვარ და სულ უნდა ვისწავლოთ და სულ უნდა ვისმინო ჩემი ქრისტიანული ისტორიის, რელიგიის ისტორია. რომელიც დაუსრულებელია, ცხადია, არ შეიძლება ვინმე ვთქვათ ქრისტიანობაში, რომ რამე ვისწავლი და დავასრულე, ეს არის მარადიული პროცესი და სწორედ ერთგვარად ამ პროცესს უკავშირდება ეს თემა, ეს ციკლი, რაზეც ჩვენ დღეს აქ ვისაუბრებთ და რამაც გაგვაერთიანა. და როგორც გითხარით, შევიკრიბეთ, რათა ერთმანეთს და ქართულ საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მომავალ 2026 წელს ჩვენი ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს აღნიშნავს. მას შემდეგ, რაც დედოფალი ნანას და მეფე მირიანის გადაწყვეტილებით ქვეყნის მომავალი შეიცვალა და საქართველოს ჩვენი სამშობლო ოფიციალურად გაქრისტიანდა, ეს ამბავი კი მოხდა 326 წელს, ანუ 1700 წლის წინათ. ის რაც გვაერთიანებს. ასეთია სახელწოდება ღონისძიებების სერიისა, რომელიც დაიწყო თბილისში 2 სექტემბერს, 28 ოქტომბერს ქუთაისში, დღეს ბათუმში და მოიცავს მთელ საქართველოს. პროექტის იდეა ეკუთვნის ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პოპულარიზაციის სამეცნიერო ცენტრს, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენი შემოქმედებითი გუნდის სახელით. მადლობა. მადლიერება მნიშვნელოვანი საკითხია, ცხადია და ზოგადად მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის თუ ორგანიზაციის მიმართ, ვინც ხელი შეუწყო და ამ იდეას მხარი აუღა და როგორც გითხარით, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება, ეს არ არის კონკრეტული ერთი ორგანიზაციის ან ერთი ინსტიტუციის იდეა, ეს არის თემა, რომელიც მართლა ყველას გვაერთიანებს, იმიტომ რომ ქრისტიანობა, ჩვენი რელიგია, ჩვენი ისტორია არ არის მხოლოდ ეკლესიის, არ არის მხოლოდ სასულიერო პირების, ეს არის ყველა ჩვენგანის, იმიტომ რომ განუყოფელია ქვეყნის ისტორიასთან ეს ჩვენი დიდი წარსულიც. დღევანდელ ჩვენს ღონისძიებაში ამ კუთხით, რაც ვისაუბრე, ცხადია, გარდა იმ ნაწილისა, რასაც მე და ნინო წარმოვადგენ, ჩართული არიან მუსიკოსები, რომლებიც აი განწყობას კიდევ უფრო სადღესასწაულოს გახდიან და ძალიან დიდი სიხარულია მათი მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს მუსიკოსები თავიანთი ნიჭიერებით ალბათ ნებისმიერ ღონისძიებას ამშვენებენ და სასიხარულოა, რომ სწორედ ჩვენი ღონისძიებად მათთან ერთად წარიმართება და თავშივე გვინდა მადლობა გადაუხადოთ ბრწყინვალე მუსიკოსებს, შემსრულებლებს, სოფო ხალვაშს, ზვიად ბოლქაძეს და ანზურ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის ბათუმის საოლპარო სკოლას, ასევე ბათუმურ კვარტეტს და ახლა, რადგან წარმოადგენთ მუსიკოსები, მუსიკალური ნაწილის დროა სიამოვნებით წარმოგიდგენთ საოლპარო სკოლას, პირველი მუსიკალური ნომრზე შესრულდება გალობა ანგელოზი ღაღადებს.
დიდი მადლობა სალუტბარო სკოლას. ჩვენ ახლა მოვისმენთ ღვთისმშობლის საგალობელი, სადიდებელი, რომელიც ძირითადად სრულდება ხოლმე აღდგომიდან ამაღლებამდე პერიოდში და ჩვენ ღვთისმშობლის წილთომერობა დიდწილად საუბრობთ და ღვთისმშობლის წილთომერობამაც ალბათ განაპირობა ის საკითხი, რაზეც ახლა უნდა ვისაუბროთ, მოგეხსენებათ გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა ღვთისმშობელთან ერთად წილი ყარეს თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ეკადაგა ღვთის სიტყვა. და ღვთისნებით და განგებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ხვდა იბერია. თუმცა მას ზეციურ დედოფალს მაცხოვარი გამოუეცხადა და უბრძანა, რომ იგი დარჩენილიყო იერუსალიმში, ვინაიდან მოახლოვლებული იყო მისი მიძინება, მისი ამაღლება ზეცად და მის ნაცვლად მისივე ხელთუქმნელი ხატით, ანუ ღვთისმშობლის ხატით წარმოეგზავნა საქართველოში ანდრია პირველწოდებული. ანდრია მოციქულის გადაგებით ჩვენს ქვეყანაში პირველივე საუკუნეში დაფუძნდა ქრისტიანული თემები. მისი ლოცვით შეიმუსრა კერპები, იკურნებოდნენ სნეულები. სოსანგეთში, ანუ დღევანდელ აწყურში, ანდრია მოციქულმა მკვდრეთით აღადგინა იმ მხარის მთავრის სამძივარის ერთ-ერთი ვაჟიშვილი. ამ სასწაულის გამო ხელთუქმნელი ხატი დარჩა სოსანგეთში და მოგვიანებით ეწოდა აწყურის ღვთისმშობელი. და შეკითხვაზე თუ რამ გადაარჩინა საქართველო, ალბათ ეს კითხვა ხშირად გვიფიქრია, მოგვისმენია, დაუსვამთ, ალბათ დაისმება, გამომდინარე ჩვენი ისტორიიდან, გამომდინარე იმ აუბედითი პერიოდებიდან, რაც ჩვენ ისტორიაში მრავლად არის, აი მართლაც ნათელი პასუხია, რომ დღემდე გადაგვარჩინა და მოგვიყვანა, რა თქმა უნდა, ჩვენმა თვითყოფადობა. ყოველთვის უცვლელი და უმნიშვნელოვანესია ქრისტიანობა და სწორედ ამ ისტორიამ, აი ამ მადლმა მოიყვანა, რა თქმა უნდა, საქართველო საკუთარი რწმენისა და ღირებულებების ერთგულება. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ასახულია ჩვენს კულტურაში, რომელიც არაერთხელ იყო აღიარებული მსოფლიოს მიერ. ცხადია და ხო, ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი არის ჩვენი ფოლკლორი. ჩვენი მრავალხმიანობა და ქართული მრავალხმიანი სიმღერა დღემდე აოცებს და აცვიფრებს მსოფლიოს. ამის არაერთი მაგალითის მომსწრე ვიყავით, ვარ დღემდე გრძელდება ეს, ცხადია და ამით ვამოყობ და აქვე ალბათ უნდა გავიხსენოთ ის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და საამაყო, რომ 70-იან წლებში NASA-სთან ერთობლივ პროექტში, რომელიც მოგვიანებით კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეფასდა, დედამიწიდან, აი მთელი იმ სამყაროდან, რომელსაც ჩვენ ცხოვრობთ, შეირჩა 27 მუსიკალური ნამუშევარი. წარმოიდგინეთ, მთელი სოფლიოდან, მთელი დედამიწიდან 27 და რა ბედნიერება და საამაყოა, რომ ამ 27-დან მათ შორის გაიგზავნა და მოხდა ჩვენი უნიკალური მრავალხმიანობის ერთ-ერთი შედევრი, ჩაკრულო, რომელიც კოსმოსში გაგზავნილი როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში სოფლიო მუსიკალური ნიმუშებისა და ახლა ლოგიკურია, რომ კლუბ მუსიკოსებს დავოთმოთ სცენა, კლუბ სალუტბარო სკოლა, აღდგომის ტროპარი.
დიდი მადლობა ბათუმის სალუტბარო სკოლას. თუ გადავხედოთ ჩვენს ისტორიას და გავიხსენებთ, ნათლად ჩანს, რომ ღვთისმშობლის შეწევნით ჩვენი ერი 3 საუკუნის განმავლობაში ელოდებოდა ქრისტიანული სარწმუნოების საყოველთაო აღიარებას. ეს პროცესი მეოთხე საუკუნის დასაწყისში 326 წელს წმინდა ნინოს ქადაგებით გასრულდა. მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას მოქცევის შემდეგ ქართველი ერის გაქრისტიანება მტკვრისა და არაგვის შესართავთან საყოველთაო ნათლობით დასრულდა. და ალბათ ხშირად გვიფიქრია, დაგვისვამს კითხვა ჩვენი თავისთვის, თავად საეკლესიო გადამოცემების ფენომენზე. ცოცხალი ამბები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და საუკუნეების განმავლობაში ინახება ადამიანთა მეხსიერებაში. ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი მახასიათებელია ღვთაებრივი და ადამიანური ნების და ენერგიის გაერთიანება, ანუ სინერგიული ცნობიერობა და ცხოვრების წესი. ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხდომილობამ თავიდანვე განსაზღვრა ჩვენი ერის განსაკუთრებული სახურება ღვთისა და მამულის წინაშე. ხოლო მცხეთაში დავანებულმა უფლის განუყოფელმა კვართმა და მისმა მადლმა მოგვანიჭა ძალა სარწმუნოებრივი ერთსლოვნებისა. ამ სულისკვეთებას ზედმიწევნით გამოხატავს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძი. ეძიებდით ქრისტესათვის სიკვდილსა. ჩვენი ეროვნული თვითყოფადობის ფორმულა ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, სადაც ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღასრულების. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერელმა გიორგი მერჩულემ გამოთქვა. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩვენი ეროვნული ცნობიერება ქრისტიანული სულისკვეთებით იყო განსჯვალული. ქართული ერთობისთვის მამულის, ანუ ქვეყნის ერთიანობა და ძლიერება დამოკიდებული იყო სარწმუნოებისა და ენის, ანუ სულიერებისა და ინტელექტის მტკიცე კავშირზე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ბრძანებს თავად ილია მეორე, რომ საქართველოს ოქროს ხანას გრიგოლ ხანძთელის ეპოქამ ჩაუყარა საძირკველი, ხოლო თავად დავით აღმაშენებელმა ეროვნულ ცნობიერებაზე დაფუძნებული ქვეყანა სრულყოფის უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. წელს 8 თებერვალს მოგეხსენება დიდი ზეიმით აღენიშნა ჩვენი დიდი მეფის გარდაცვალების დღე. დავით აღმაშენებლის მიერ აგებული ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი ქართლის ცხოვრებაში მოიხსენიება როგორც მეორე იერუსალიმი და სხვა ათინა, ანუ ტაძარი სულიერებისა და სავანე ინტელექტისა. ეს დიდებული ძეგლი არის მარადიული შეხსენება იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის აღშენების მტკიცე საძირკველი იყო, არის და იქნება სარწმუნოებისა და ცოდნის ჰარმონიული კავშირი. და ალბათ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ მეფეთა ღვაწლს უკავშირდება ასევე ახალგაზრდობის განსწავლისათვის ზრუნვა. მაგალითად, გელათის აკადემიაში ისწავლებოდა როგორც საღვთისმეტყველო, ასე საერო მეცნიერებები. აქ მოღვაწეობდნენ გამორჩეული სწავლულნი, ისეთები როგორიც იყვნენ ივანე პეტრიძე და არსენ იყალთოელი. განათლებული თაობის აღზრდა იყო, არის და რჩება ეკლესია მონასტრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ახლა ვიდრე განვაგრძობთ ჩვენ საუბარს, კიდევ ერთი მუსიკალური ნომერი, კვლავ ბათუმის სალუტბარო გუნდი შეასრულებს საგალობელს წმინდა ნინოს კონტაქტს. Christ
დიდი მადლობა, შეგახსენებთ ბათუმის საალტუბორო სკოლას გალობლები წარმოგვიდგენდნენ ამ რამდენიმე ნამუშევარს. თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ნათლად ხედავთ, რომ დავით აღმაშენებლის ეპოქის შემდგომ ქართველი ერი ყოველთვის ერთიანად ვერ ახერხებდა სულიერებას და ამ ინტელექტის ჰარმონიულ კავშირს, თუმცა საბედნიეროდ თავარი ღირებულებებისთვის არასდროს უღალატია. საკუთარი მრწამსისადმი ერთგულების უბრწყინვალესი მაგალითი ჩვენი ერის ისტორიაში გახლავთ დიდმოწამე დედოფალი ქეთევანი. უსასტიკესი წამების დათმენით მან არა მარტო გამუსულმანების რეალურ საფრთხეს გადაარჩინა სულიერად უკიდურესად დაუძლურებელი საქართველოს მასახლეობა, არამედ მისი გმირობა იმდროინდელი ევროპისთვისაც მისაბაძი მაგალითი იყო. და მართლაც გასაოცარია, როცა ვფიქრობ, რომ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს და მის გმირობას სიმტკიცე და რწმენა შეუნარჩუნოს სულიერად მთელს ერას და გადასდოს მთელს ერას. გასული წლის 26 სექტემბერს ჩვენ გვქონა საიუბილეო წელი, ვინაიდან ქეთევან დედოფლის ქართველთა მნათობის მოწამეობიდან 400 წელი შესრულდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ეს სადღესასწაულო თარიღი გაგრძელდება 1 წლის განმავლობაში და დღესასწაულს უხდება სადღესასწაულო განწყობას და მე მინდა ახლა გთხოვო სცენაზე ჩვენ სტუმრებს ბათუმურ კვარტეტს. გთხოვთ. Sakara
მადლობა. მადლობა, დიდი მადლობა. შესანიშნავი შესრულებისთვის ბათუმურ კვარტეტს ჩვენ კი განვაგრძობთ ჩვენს შეხვედრას. ქართლის მოქცევის 1700 წლის თავის აღნიშვნა, რა თქმა უნდა, უპირველესად გულისხმობს მადლიერებას უფლის, ღვთისმშობლის და ჩვენი დიდებული წინაპრებისა. ამავე დროს ეს არის საშუალება თვითყოფადობისათვის ბრძოლის მდიდარი ისტორიული ტრადიციების გახსენებით განვამტკიცოთ ჩვენი ეროვნული ცნობიერება და კვლავაც ვუერთგულოთ წინაპართა მიერ დატოვებულ ღირებულებებსა და ტრადიციებს. ჩვენ ერს გამუდმებით უწევდა ამ პრობლემასთან გამკლავება, მაგრამ უკიდურესად ძნელი აღმოჩნდა ეროვნული ცნობიერების შენარჩუნება მე-19 საუკუნეში. არ ვიცით რანი ვყოფილვართ, არ ხედავთ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია რანი ვიქნებით. გულის ტკივილით აღნიშნავდა წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე. ამ პერიოდიდან სჯულისხმლი დაცვა სულიერი და ინტელექტუალური ბრძოლის ფორმებით შეიცვალა. ქვეყნის დამოუკიდებლობისა და აღორძინების საფუძველს ილია მართალი ენისა და სარწმუნოების, ანუ იგივე ინტელექტისა და სულიერების ჰარმონიულ კავშირში ხედავდა. მე-19 საუკუნეში ჩვენი თვითყოფადობის სამივე ბურჯი, მამული, ენა და სარწმუნოება ჩამოშლილი იყო. რუსეთის იმპერიამ გააუქმა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და საეკლესიო დამოუკიდებლობა, აკრძალა სწავლა-განათლება და ღვთისმსახურება ქართულ ენაზე. ამ ვითარებაში ილია მართლისა და მისი თანამოსაგრეების მიერ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნება და ამოქმედება ნიშნავდა ჩვენი დაცემული ვინაობის აღდგენისათვის დაწყებულ სახალხო მოძრაობას. ახლა სცენაზე ვთხოვთ ჩვენს ასევე საპატიო სტუმარს სოფო ხალვაშს. მოგესალმებით. შაქრის გულო ბუბულისა ენახა სიყვარულო ჩემი ტრფობის ენახა ეგლით ნუჩხლე დამიბრუნებადები რომ იცოდე ჩემი გულის დარადები გეფიცები დურბა შევიყვარდები რომ იცოდე ჩემი გულის დარადები გეფიცები ტურბა შეგიყვარდები ცაზემზეა ქვეყანაზე შენახარ შეცდომით ცის ჩამოსული მადლობა სოფოს, დიდი მადლობა. კულტურულ საგანმანათლებლო მოღვაწეობის პარალელურად სასულიერო პირებს და მათ შორის უპირველესად წმინდა კათოლიკოს პატრიარქ კირიონს და წმინდა მღვდელმთავრებს
გაბრიელ კიკოძეს და ალექსანდრე ოქროპირიძის ბრძოლამ ეკლესიაში ქართული სულის შენარჩუნებისა და ავტოკეფალიის აღდგენისთვის ახალი ძალები შემატა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. ქართული საზოგადოების ერთობლივმა, სულიერმა და ინტელექტუალურმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო. 1917 წელს საეკლესიო, ხოლო 1918 წელს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა. თუმცა სამწუხაროდ ეს მონაპოვარი ხანმოკლე აღმოჩნდა, მოგეხსენებათ 1921 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ გააუქმა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ხოლო ათეისტურმა იდეოლოგიამ არა მარტო უკიდურესად შეზღუდა ეკლესიის მოქმედების არეალი, არამედ მისი სრული განადგურება დაისახა მიზნად. მე-20 საუკუნეში ჩვენი ერის თვითყოფადობის სამი ბურჯიდან რეალურად მხოლოდ ენა, ანუ ეროვნულ ინტელექტუალურ მოღვაწეობას ეყრდნობოდა ენას. ახლა კлау სოფო ხალვაშ დავუთმოთ სცენა და შემდგომ უკვე განვაგრძოთ ჩვენი თემატური საუბარი. ხო. გული დამრცხალი ჩიტია დარაჯებად დგანან გაძარცული ხეები ციხის მიღმა მიდია გაფრენი სიცოცხლის დღეები ციხის მიღმა მიდია გაფრენი სიცოცხლის სადღაც გარეთ დამრჩა ბავშვობა სიჯაბუგე მომილოცეს ციხის გედნებმა ციხის მიღმა მიდია გაფრენი სიცოცხლის დღეები ციხის მიღმა მიდია გაფრენი სიცოცხლის მადლობა სოფო ხალვაშს.
მეოცე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყრებით დაიწყო საეკლესიო ინსტიტუციის განახლება და ერის სარწმუნოებისკენ შემოbrunება. საეკლესიო ცხოვრების გაჯანსაღებასთან ერთად პატრიარქმა საფუძველი ჩაუყარა სინერგიული ცნობიერების, ანუ სულიერებისა და ინტელექტუალური მოღვაწეობის კავშირის აღდგენას. 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, ანუ მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალია უძველესი დროიდან. ხოლო 1991 წელს აღდგა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ეს იყო შედეგი, რომელიც მოყვა სულიერი და ინტელექტუალური ძალების გამთლიანებას, ისევე როგორც ეს მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. როგორი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს საკვანძო მომენტები გადაეცა სახელთაობას. ნამდვილად ასე, ახლა კი მუსიკალური დუეტი გვინდა წარმოგიდგინოთ, მინდა მიესალმოთ ჩვენ სტუმრებს ზვიად ბოლქვაძე და ედო გორგილაძე. მოგესალმებით. ესე იგი, ლექსის ავტორი გახლავთ დიდი ფრიდონ ხალვაში და მე და ჩემი მეგობარი ედვარდ გორგილაძე შეგისრულებთ და მოვეფერებით ჩვენ სამშაბლოს, იქაურს და აქაურს. მითხარ როგორა მემლექეთი ჩემი სანადრელი საქართველო რამე იმნაირი გამაგონე გული და კოდილი გავამთელო
აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები დიდი მადლობა ზვიად ბოლქვაძე, ედო გორგილაძე, უღრმესი მადლობა. განვაგრძოთ საუბარი. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე სეკულარიზაციის მზარდი პროცესი ქართული თვითმყოფადობისთვის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. როგორც საქართველოს პატრიარქი ბრძანებს ღვთისმშობლის წილხვედრი ერის დანიშნულებაა, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველების სულიერებისა და ინტელექტის კავშირის რღვევის ჟამს შეინარჩუნოს სინერგიული ცნობიერება და ცხოვრების წესი. ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილის აღნიშვნა არის საუკეთესო საშუალება ამ მიზნის გარშემო ქართველი ერის შემოკრებისა და გაერთიანების. ამ პროცესში ჩართვა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თითოეული მოქალაქის წმინდა და წმინდა ვალია. გავიხსენოთ ის, რაც გვაერთიანებს. ვაკეთოთ ის, რაც გვამთლიანებს. ახლა კიდევ ერთ დუეტს შემოგთავაზებთ ზვიად ბოლქვაძე და სოფო ხალვაში. გთხოვთ.
ერთმანეთს ოდელა შეუხმად გვირე ერთმანეთს მადლობა. ზიად ვოლკოძე სოფო ხალვაში. დიდი მადლობა ჩვენ არაჩვეულებრივ მუსიკოსებს. საიუბილეო საღამოებისა და შეხვედრების ციკლის ის, რაც გვაერთიანებს მიზანია, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ამ თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით პირადი პასუხისმგებლობა. ნამდვილად მნიშვნელოვანია და სწორედ ამ მიზნის აღსრულებისთვის შევეცადოთ ყველა ჩვენგანმა ოჯახებში, ნათესავებსა და მეგობრების წრეში, საზოგადოებრივი შეკრებების, სამთავრობო თუ არასამთავრობო სივრცეში ყველგან ვისაუბროთ. ვიმსჯელოთ და გავითავისოთ ამ თარიღის არსი და მნიშვნელობა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და პირადად ყოველივე ჩვენგანისთვის. ამ თარიღის აღნიშვნაში გამოვლენილი ერთსულოვნება არა მარტო სულიერად გააჯანსაღებს ჩვენ საზოგადოებას, არამედ ასევე დიდად შეეწევა ქვეყნის სტაბილურობასა და შემდგომ განვითარებას. ახლა მინდა სანამ დასასრულს შევაჯამოთ ჩვენ შეხვედრას და გამოსვლებს თხოვთ, წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი მუსიკალური ნომერი ბათუმური კვარტეტის შესრულებით. გთხოვთ. ღმერთი არის სიყვარული ასე გამიგონია სიყვარული თუ ავღერდი ზეცად შემიღონია თურმე როგორ მყარები ხარ თურმე როგორ მჭირდები მე უშენოდ ვერ ვიცოცხლებ არა ჩემი გვერდით ხარ და მენატრები როგორ გავძოლო უშენო ჩემო კარგო ამ ჩემს დარდებს მითხარით უსვენო თურმე როგორ მყარები ხარ თურმე როგორ მჭირდები მე უშენოდ ვერ ვიცოცხლებ არა ჩემი თურმე როგორ მყარები ხარ თურმე როგორ დიდი მადლობა ბათუმურ კვარტეტს
არაჩვეულებრივი შესრულებისთვის და არაჩვეულებრივი სამწუხარო ჩვენი საღამო დასასრულს მიუახლოვდა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას. ჩვენთან დარბაზში იმყოფებიან დღეს აი ამ ორგანიზაციის ამ გაერთიანების შეიძლება ეთქოს ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის რაც გვაერთიანებს საინიციატივო ჯგუფის წევრები და სანამ მე მათ ვთხოვდე სიტყვას და სანამ მათ წარმომადგენელს მოვიხობდე სცენაზე, მანამდე გვინდა მოვიწვიოთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ტიტე აროშიძე. ბატონი ტიტე გთხოვთ. მივესალმები საინიციატივო ჯგუფს ის რაც გვაერთიანებს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღეს ჩვენს უნივერსიტეტში ცოდნის ტაძარში და მეცნიერების ფუძეში ხდება სწორედ აღნიშნული საღამოს ჩატარება. ჩვენ დღეს მოვისმინეთ უამრავი ქართული ხელოვნების მაგალითები, სიმღერები, ფოლკლორი. რაც გვაერთიანებს, რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის გზა, ეს არის უფლისკენ მიმავალი გზა. და თუკი ჩვენ დღეს მოგვიყვანა და დღევანდელ დღემდე გადაგვარჩინა, ეს არის სწორედ რწმენა, ეს არის უფლის სიყვარული და ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეხება სტუდენტებს, ეხება ახალგაზრდებს, იმათ, ვინც ეხლა იწყებენ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს, რომ ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, თავისით ვერ გადარჩებოდა, ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა სწორედ იმ სულიერებამ, გადაარჩინა იმ წინაპრებმა, ვინც გაითავისა, რომ ქვეყანა მარტო გეოგრაფიული არეალი არ არის, რომ ქვეყანა არ არის მხოლოდ შემოსაზღვრული ტერიტორიები, ეს არის სულის ნაწილი, ეს არის თითოეული ქართველის სისხლის ნაწილი, რომელიც ჩვენს ძარღვებში ჩქეფს და როდესაც ქვეყნები არ არსებობდა, როდესაც იმპერიები იშლებოდა, ჩვენმა პატარა ქვეყანამ შეძლო პირველად იმ რამოდენიმე ქვეყანათაგან ეღიარებინა ქრისტიანობა და შემდგარიყო ქრისტეს გზას. დღეს ჩვენ სწორედ ამ გზას მივყვებით და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პირველ რიგში საპატრიარქოს, დიდი მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ დღესაც აი ამ დიდი მონდომებით, დიდი რუდუნებით ინახავენ და მოაქვს ჩვენთან რწმენა. მოაქვს ის რწმენა, რომელიც ჩვენ გადაგვარჩენს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს რწმენა არის არა მხოლოდ ჩვენი გადარჩენის გზა, ეს რწმენა არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, ეს რწმენა არის ჩვენი თითოეული ინდივიდუალური მაცხოვრებლის სიმბოლო, რომელიც არასოდეს არ გადაშენდება და რა თქმა უნდა, სანამ ბოლო ქართველი იარსებებს, მას ექნება ეს რწმენა, მის სხეულში, მის ძარღვებში იჩქებს ქართული სისხლი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ორგანიზატორებს, დიდი მადლობა საპატრიარქოს წარმომადგენლებს. მადლობა ბატონო რექტორო. ვინაიდან როგორც აღნიშნეთ დღეს არაერთხელ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონის, ყველა რეგიონულ ცენტრში იმართება და გაიმართება ეს შეხვედრები, ის რაც გვაერთიანებს და ტრადიციულად ყოველ შეხვედრას დაყვებიან ხოლმე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები და აქვე გეტყვით, რომ ამ ჯგუფში წარმოდგენილნი არიან ნამდვილად შეიძლება ითქვას გარდა სასულიერო პირებისა ჩვენი ქვეყნის კულტურის, მეცნიერების სხვადასხვა სფეროს გამოჩენილი წარმომადგენლები. დღეს ჩვენ ორი მათგანი გვახლავს, ხალბატონი ნინო ჭავჭავაძე და დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე და მამა შალვას ვთხოვთ, რომ რამდენიმე სიტყვით მოგვართოს და შეაჯამოს ჩვენი ბათუმური შეხვედრა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში უდიდესი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის. უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს არ მოხდა რაღაცა დიდი ხნით ადრე ამის დაგეგმვა, რაღაცა რამდენიმე ხნით ადრე მოხდა დაკავშირება და ძალიან დიდი მადლობა ესე ორგანიზებულად ჩვენი გვერდში დგომისთვის. აქვე მინდა აღნიშნო, რომ აჭარა იყო გამორჩეული საქართველოში, რადგანაც აღინიშნა, რომ სწორედ აჭარიდან შემოვიდა ქრისტიანობა, სწორედ აჭარა იყო პირველ წარმომადგენელი ქრისტიანობისა საქართველოში და აქედან აჭარამ გაწია მოციქულობა, რომ მთელ საქართველოს შემდგომად მოეფინა ქრისტიანობის ნათელი. და დღესაც აი ამ მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღის წინ ხდება ის, რომ აი სწორედ ერთ-ერთი პირველი გამორჩეული რეგიონი არის ბათუმი, აჭარა, ბათუმი კერძოდ და დღესაც ამ დარბაზში ყველანი ვერთიანდებით აი ამ საიუბილეო თარიღის გარშემო და მთავარი მისია
დღევანდელი ჩვენი შეხვედრის არის ის, რომ ყველგან მივიტანოთ აი ამ საიუბილეო თარიღის მნიშვნელობა. ეს იქნება სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს იქნება საშუალო თუ უმაღლესი განათლების დაწესებულებები, კერძო თუ საჯარო სამსახურები, ოჯახი და ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ. ყველგან მოხდეს ინფორმირებულობა აი ამ შესანიშნავი თარიღისა. აი ამ თარიღის აღნიშვნა ჯერ კიდევ დაიწყო შანშარდელი წლიდან, შემდგომად წელს უკვე უფრო მასშტაბური სახე მიეცა ამას, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ მსგავსი თარიღები სწორედაც რომ საუკუნეში ერთია და დღევანდელობაში მართლაც ეს დარჩა ალბათ ის ერთადერთი და ქვაკუთხედი, რომელიც ნამდვილად ამ სათაურს ამართლებს ის, რაც გვაერთიანებს. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველანი გავერთიანდეთ აი ამ თარიღის აღნიშვნაში და ყველამ მივიღოთ მონაწილეობა და ყველამ ჩვენი პასუხისგებლობა გავაცნობიეროთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ორგანიზატორებს, ძალიან დიდი მადლობა ადგილობრივ მასპინძლებს და თითოეულ თქვენგანს, ვინც მობრძანდით და გაიზიარეთ ჩვენი სიხარული. დიდი მადლობა. მადლობა მამაშაულოს და ჩვენი შეხვედრის დასასრულს გვინდა ერთი ვიდეო მიმართვა წარმოგიდგინოთ. მე გითხარით, რომ ამ საორგანიზაციო ჯგუფში გაერთიანებულები არიან მართლაც გამორჩეული წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სფეროსი და ახლა ვიდეო ჩართვით მოგმართავს ბატონი ლაშა თაბუკაშვილი. დიდი მადლობა ბატონ ლაშა, დიდი მადლობა ყველა თქვენგანს მობრძანებისათვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი მადლობა ჩემთან და მწავყვას ბატონ კახამიქიაშვილს. ნინო თარხან მოურავს, რომლის ხმაც ალბათ გესმით არაერთ ტელე თუ რადიო სივრცეში და მადლობა რომ ნინო იყო ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა, ვაკეთოთ ის რაც გვამთლიანებს. და გვახსოვდეს რაც გვაერთიანებს. მომავალ შეხვედრამდე.